დაჯექი. მე ძახდით მაოიაუს. დიახ. ციხეში ერთ საქმეზე გელაპარაკე და გითხარი შეგეხმიანებოდი, როცა გამოხვიდოდი გახსოვს? დიახ, ძმაო, ჰალილ იბრაჰიმზე მახსოვს? დიახ. ახლა დაუთის კაფეშია. ძმაო, იქ არ შეიძლება. ნუ მაწყენინებ. ბოდიში ძმაო. ზეინებ ლეტოსთან ერთად სადილობს, დიდი ალბათობით იქიდან სახლში წავა. თუ ზეინები მის გვერდით არ იქნება, თუ არ იქნება, იმ შემთხვევაში მოგალი. კარგი ძმაო, შევასრულებ. შეასრულებ? როგორ? ძმაო, ცოტა რამ მეც გავიკითხე, ჰალილ იბრაჰიმს გაჭირებული ადამიანები უყვარს. ისე მოვაწყობ, ვითომ მანქანა გამიფუჭდა, ცარიელი ბენზინის ავზით დაველოდები. კარგი, შენი საქმეა, კარგი იდეა. ექსტერი ნამდვილად დაიჯერებს. კარგი, ენვერ, წადი. კარგი. კარგი იდეა. წადი. სახლში როგორ არიან? კარგად. არ შემიძლია მეც იგივე გკითხო. კარგი იქნებოდა. იმიტომ რომ პასუხი არ გაგიხარდებოდა. მამა, რომელსაც შენ ესროლე, სახლშია. ასიეც ჩვენ სახლშია. კარგი, აქ მასზე სალაპარაკოდ არ მოვსულ ვარ. ჩვენი გუშინდელი შეხვედრა ცოტა უცნაური და უსიამოვნო გამოვიდა. უმიზეზოდ ნერვიულობდი. მთელი შენი ოჯახი ასეთია და გამოდმებით, ამიტომ ნერვიულობ. ჰალილ იბრაჰიმ, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემი ოჯახია. ზეინებ, მე და შენ ერთად დავიწყეთ ომი შენი ოჯახის წინააღმდეგ, ერთად დავდეთ ბომბი მანქანების ქვეშ. ახლა კი ოჯახზე ლაპარაკობ. მაბრაზებ. შევთანხმდით, რომ მანქანებში არავინ იქნებოდა. დამპირდი, რომ არავინ დაზარალდებოდა. და ჩემი პირობა შევასრულე, მაგრამ შემდეგ ჩვენი ძმა მოკლეს. კარგი, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ჰალილ იბრაჰიმ, რა მეგჭირდება? აქ რატომ მომიყვანა? შენ მჭირდები. ვერ გავიგე. შენ მჭირდები, ზეინებ. მინდა რომ სახლში დაბრუნდე. ამას გაბრაზებით ან წყენის გამო არ ვამბობ. ჩემს გულში შენ მიმართ მსგავსი გრძნობები არ არსებობს. მართლა არ არსებობს. მაშინ როგორი არსებობს? ვერ ხედავ, ზეინებ? ხედავ. მაგრამ მინდა მოვისმინო. სიყვარული არსებობს. ეს სიყვარული არსებობს მაშინაც თუ ჩემთან ერთად წამოხვალ და მაშინაც თუ არ წამოხვალ. მხოლოდ ერთი რამ მინდა. თუ წამოხვალ, ერთი ოჯახი გეყოლება. ორ ოჯახს შორის დარჩენა შეუძლებელია. ან ჩემთან ხარ, ან არა. ეს დაახლოებით იმ შეთანხმების მსგავსია, რომელსაც მეგობრებთან დე პროცესს საბრძოლველად მიდიხარ? ან ჩემთან ხარ, ან არა? ეს რა გულუბრყევი სიყვარულია? გინდა რომ ჩვენი ბედნიერების გამო ადამიანებს გული ვატკინო? როგორ ვიქნები ბედნიერი თუ ჩემს ოჯახს ზურგს შევაქცევ? უკვე ყველაფერი გადაწყვიტე. ჩემს ლაპარაკს აზრი არ აქვს. ჰალილ იბრაჰიმ, თავს გაუფრთხილდი, ზეინებ.
ოსმან, აქ ორი შეშის მჭრელი გვყავს. 5 წუთში გააკეთებენ იმას, რასაც ჩვენ 2 საათი მოვანდომეთ. შეშის დაჭრის გამო როგორ ბუზღუნებ თუ რა? აი მოვიდა. ნუ ყურებ, გათხოვდა. სისულელეს ნუ ამბობ თუ რან. ძალიან კარგია რომ გათხოვდა. დიდარ გოგონასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ. ხედავ გასაღები როგორ მიაწოდა. თითქოს ჯოკერი იყოს. ჯოკერი კი არა, ავტოსადგომის მეთვალყურე. რა მნიშვნელობა აქვს? ლეილა, საყვარელო. კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ. რა კარგია რომ მოხვედი. ბოდიში ერთი მხრიდან დედამთილი არ მასვენებს, მეორე მხრიდან დედა. გამიმართლა იავუზი რომ გამოუშვეს ვთხოვე და წამოვედი. იავუზი ყველაფრის უფლებას გაძლევს? ასია. მიეჩვიე მას? კი არ მივეჩვია. უფრო შენს მეთოდებს ვიყენებ. ლეილა ამ საქმეს შეეშვი. არაფერი გამოვა. ხო მართლა, ჩემი აზრით ნარგიზი დედა შენზე უარესია. დედა ჩემზე უარესი არავინაა. მაგრამ კარგად გამზარდა, ნუ გეშინია. ვიცი თუ ადამიანებს როგორ უნდა გავუმკლავდე. მომიყევი. ჩემი და ხალილ იბრაჰიმი შერიგდებიან? რასადი აქვთ? ხალილ იბრაჰიმს იმდენი ვილაპარაკეთ, რომ ბოლოს მის სანახავად წავიდა. იმედი მაქვს ხელცარიელი არ დაბრუნდება. იმედია. წამოდი, გარე ძალიან ცივა. ხო, წავიდეთ. ძმაო, გააჩერე. ძმაო, შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა. დილიდან აქ დგავარ, არც ერთმა მანქანამ არ გამიჩერა. რა მოხდა ძმაო, აქ ჩარჩი? დიახ ძმაო, შეგიძლია ავტოგასამართ სადგურამდე მიმიყვანო, ან შეგიძლია სადმე ახლოს ჩამომსვა. კარგი დაჯექი. ღმერთი დაგლოცავს ძმაო. ვინ გამოგიშვა? შენი საქმე წასულია, ხალილ იბრაჰიმ. მიპასუხე, ვიზე მუშაობ? ვინ გამოგიშვა? მიპასუხე. ხალილ იბრაჰიმ. მოკლავ თუ არ მიპასუხებ? აი, გადავწყვიტე უკან გამოვყოლოდი და რას ვხედავ? ხალილ იბრაჰიმ. მიპასუხე. გაჩერდი. მიპასუხე. ხალილ იბრაჰიმ არ დაარტყა. ვინ გამოგზავნა, მითხარი? ცეხო მოკლავ. ხალილ იბრაჰიმ მოკლავ. არ დაგინდობ, მიპასუხე. ლეტომ. შენმა ოჯახმა. ხალილ იბრაჰიმ. რომელმა ლეტომ? მიპასუხე, თორემ მე მოკლავ. მოგწანდით ბატონო, უკვე დავასრულე. ახლა ვეგავალ. რა ქვია დაო? სევგი. სევგი.
ახლა ჩემს ოთახს შენ მიაქცევ ყურადღებას. მაგრამ არავის არაფერი უთხრა. არც ჩემზე და არც ჩემს ოთახზე. ჩემი ცოლი, ჩემი მეგობრები, დამლა ჰანიმი ყველა ამ სიაში შედის. მე კი დრო და დრო დაგეხმარები ხოლმე. შევთანხმდით? არის ხელბოთ ბატონო. ფული საჭირო არ არის. ასე არ შეიძლება. აიღე. ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოგაკლოს. გმადლობთ. აბა დროებით. დროებით. თავს გაუფრთხილდი. Halil İbrahim'in arabası. ხალილ იბრაჰიმის მანქანაა. გაიქეცი. Ne oldu? რა მოხდა? ძმაო, მანქანას რა სჭირს? რა მოხდა ძმაო? ისევ მესროლეს. Ne sıkması? გენგესროლა. Zeynep nerede? ზეინები სად არის? საიდან უნდა ვიცოდე ედანო? ალბათ თავის ძმასთან წავიდა, რომელმაც ჩემი მოკვლის ბრძანება გასცა. ჰალილ, ასე სწრაფად რატომ მოხვედი? ზეინები სად არის ჰალილ? Ha Fikret. ფიქრეთმა გესროლა თუ ვინ ნორმალურად აგვიხსენი. რა? ესროლეს? მანქანის ვიღაცა მესროლა ტყუია ფანჯერას მოხდა. Sakin olun. რა? ყველა დამშვიდით, არავინ დაშავებულა. Herkes iyi. Kimse კარგი ძმისშვილო, არავინ დაშავებულა, ნორმალურად მოგვიყევი. გისმენთ? ლეტომ ჩემს მოსაკლავად კულელი დაიქირავა. გაითამაშა, ვითომ საწვავი გამოელია. ზეინების გამო ისედაც გაბრაზებული ვიყავი და ამიტომ გავუჩერე. თორემ არ გაუჩერებდი არა? Neyse. კარგი მამა მუზაფერ. ფიქრეთ ლეტო მეტისმეტად შორს წავიდა. სასტუმროში ცხოვრობს. რომელ ნომერში შეუძლია ვინმეს გაიგოს? Öğrenebileceğimiz biri var mı? როგორც ვიცი, დურსუნ ლეტოს სასტუმროში ცხოვრობს. იქ კი ნაცნობები არ ყავს. Olmaz olur mu? როგორ არ ყავს მამა? ყავს. სევგი, გახსოვს? ჩემი მეგობარი ლიცეუმიდან. დაგრძალვაზეც იყო, იქ მუშაობს. დაურეკე ედანურ იქნებ, დღეს ფიქრეთს ვესტუმროთ კიდეც. Zeynep. მერე ზეინები? Ya abisi. ის ხომ მისი ძმა? თხოვე არჩევანი გაიკეთებინა, მან კი ოჯახი აირჩია. Bana კულელი მამამისი და ძმა რაში მაინტერესებს? Neyse. კარგი შვილო, დაურეკავ თუ მე დაურეკო? Arayayım. კარგი დავურეკავ. Kim o? ვინ არის? შენი ცოლი. Kim oldu? სხვა ვინ უნდა იყოს ფიქრეთ? Benden başka kim çalacak? შენს კარზე სხვა ვინ დააკაკუნებს? Sabah şurada უბრალოდ დილით შოთაც იყო. Niye telefonu açmamış? Rado Mardareke. Çalmış ki. Hayırdır Ayşe? რა მოხდა აიშე? Evde ters იმედი მაქვს სახლში არაფერი მომხდარა. Yok. არა, Seninle konuşmak შენთან istediğim bir şey დალაპარაკება var. მინდა. Otursana. დაჯექი. რასთან დაკავშირებით? Bak Fikret. ფიქრეთ, Bir şeyler söyle. რაღაცას გეტყვი, მაგრამ მაშინვე უარი არ მითხრა. ნუ Yükselmeyeceksin. გაბრაზდები და ბოლომდე მომისმინე. Sonuna kadar dinleyeceksin. Konu da საქმე დამლას ეხება. აიშე, მოდი ჯერ მე გეტყვი. ფიქრეთ, bir şey ხომ გთხოვე? Tamam. კარგი, Ne dersen. თანახმავარ. Şimdi bu დამლა damla ლამაზი გოგოა. ჭკვიანი, akıllı kız. მაგრამ რა?
bazı თუ şeyleri მის გარკვეულ საქციელებზე თვალს დავხუჭავთ, ვფიქრობ ლევენს ძალიან შეეფერება. და ყველა დამეთანხმა. ლევენტი რა შუაშია? მითხარი რომ ლევენთი ნორმალური ქმარი ვერ იქნება. მე ლეილა გაათხოვეთ. ლევენთი თუ დამლას მოიყვანს სოლარ, მთელი ოჯახი შენზე იქნება დამოკიდებული. ნარგიზი ძალიან სახიფათო ქალია, მხოლოდ ლეილას დახმარებით მის მართვას ვერ შევძლებთ. Bu konuyu başka ამის შესახებ კიდევ ვინ იცის? Damla biliyor. მაგალითად დამლა მიცის? გუშინ მივახვედრე. Atladı mı? მაშინვე დამთანხმდა თუ არა? არა. Yok da demedi. მაგრამ უარიც არ უთქვამს. Arkadaş. Kim Siz ayırtıyor kadınlar canım? bir plan yapıyorsunuz. ქალები გეგმებს აწყობდა, სანამ ჩვენ გავიგებთ, კატასტროფა მოხდება. Ne diyorsun ya? რა სიტყვა ფიქრეთ? Olur mu olmaz? გამოვა თუ არა? Beni bulaştırma. მე ნუ ჩამრევ. Bana kalsa... გირჩევდი sen არ შენ ჩარეულიყავი, მაგრამ rადგან უკვე მონაწილეობ, bilirsin madem. მე მაინც ნუ ღარ ჩამრევ. Bulaştırma en azından. ოთხას მეექვსე ნომერშია. განსაკუთრებული სართულია იქ მოხვედრა მხოლოდ ბარათით შეიძლება. და კიდევ სევგის აქვს ბარათი. დაცვა? რადგან განსაკუთრებული სართულია დაცვა თითქმის არ დგას. ზოგჯერ შოთა მიდის ხოლმე, მაგრამ ხამით ფიქრეთის სახლში უშვებს. გმადლობ, დანუ. უთხარი ბარათი თურანს ავტოსადგომზე გადასცეს. ასე მასზე ეჭვს არავინ აიღებს. კარგი. ფიქრეთ ლეთომ გითხრა, რომ მახეებს არასდროს აგებს. დღეს კი სხვაგვარად მოიქცა. კულელი გამოგიგზავნა. დარწმუნებული ხარ, რომ ფიქრეთ ლეთომ უბრძანა? მითხარი. დარწმუნებული ხარ? მახეს არ მიგებდა ჩასაფრებებს ბიძია, მაგრამ მამამისვეს როლე. ის კი გამუდმებით ემუქრება ბიძია. ფიქრეთი უკვე ის აღარ არის. ჰალილ იბრაჰიმ, შენი და შენი ცოლისთვის ეს ის გზა, საიდანაც უკან ვეღარ დაიხე. უკვე ყველაფერი გადავწყვიტე, მამა. დამლას მოწონო. ეს ვინ გითხრა? Kim diyor ya? არ მეტყვით? როგორ თუ ვინ? ლეილამ. Leyla mı? ლეილა? Hayır şimdi. ლეილას დაურეკავდი, მაგრამ არ მელაპარაკება თამერის გამო. Bu yana benimle konuşmuyor. Ne diyor ya? კონკრეტულად რა თქვა დამლამ? Ne diyecek Levent işte boyu da Როგორ pozu da თუ რა? konuşacak halleri yok. შენ სიმაღლეზე ხომ არ ილაპარაკებდა? თქვა რომ ხიარული ხარ, რომ მის გარშემო მხოლოდ მოსაწყენი ხალხი ტრიალებს. აი ეს თქვა. ეგ მართალია. Abi მის ძმას კარგად ვიცნობთ, გამოდმებით დაძაბულია. განყოფილებაშიც კი ჰალილ იბრაჰიმს ჩხუბი დაუწყო. წარმოგიდგენია? რა ჰალილ იბრაჰიმი, რომელი ჩხუბი? ნიშნულოვანი არაფერია. სალაპარაკოდაც არ ღირს, უბრალოდ ვიჩხუბეთ და მორჩა. Damla ne diyor? დამლა რას ამბობს, მომიყევი. Levent ლევენთ. kız değil ki. ამბობს თუ ცოლად მოიყვან, მაშინვე შულს გაგიჩენს. მართლა? Aa Levent. ხო, ლევენთ, ხო. Ben sana bir ერთ რამეს გეტყვი. Sen o adam var ya. დედა შენმა ზუჰალმა როცა პატარა იყავი orჯერ ჰაერში აგისროლა. ვერ დაგიჯერა და თავი დაარტყი. ტვინი ამიტომ არ გაქვს. ამიტომ ხარ ასეთი შტერი. დეიდა, 2 წუთი მაინც მოითმინე. Hemen sulandırıyorsun. გავიხაროთ. მაშინ ყველაფერს აფუჭებ. არა, მართალი გითხრა, ზუსტად ჩემი სტილია. Tam bir bıldırıcı. მწყერს გავს. წყერს არა? და რა გააკეთე? ადე კიდე ეს მწყერი ხელში მოიმწყდიე? ასეა? შენ მითხარი დეიდა, შენ ხარ ასეთი სასტიკი. Neler gelecek şimdi? ნახოთ ახლა რა მოხდება. Allah sizin და cezanızı ღმერთმა versin ya. დაგსაჯოთ. Ne biçim insanlar? ეს რა ხალხი ხართ? რა მოხდა? Hanginiz pusu kurdu Halil İbrahim'e? ხალილ იბრაჰიმს ჩასაფრება ვინ მოუწყო? მოკვდა? Ölmedi. არა, არ მომკვდარა. მაშინ არ vicი ლევენს გითხე. Ne oldu ya? რა მოხდა, რამე პრობლემაა? ლევენთ, ხალილ იბრაჰიმს რომ დომებოდა უკვე 20 ჯერ მოკლავდა, ხომ იცი? მომკლავდა. Ben bunu hiçbir zaman ამას არც არასდროს უარყოფდა, როცა ვხედავ მარშრუტს ვიცვლი, მაგრამ ახლა როცა ვნახავ, ხელს ჩამოვართმევ იმისთვის, რომ teşekkür edeceğim. ისეთი აუტანელი ქალი მომაშორო, როგორიც შენ ხარ. თუ გინდა ვინმეს კითხო, წადი და შენს ძმას კითხე. რაც უნდა იყოს ის არის ჩვენი ლიდერი და თუ ვინმე რამე გააკეთა, მისი ბრძანებით გააკეთებდა. მე არ მიკავშირდება.
ვკითხავ. ვკითხავ და ვინც ეს გააკეთა პასუხს მოვთხოვ. დეიმედი ამ საქმესთან საერთო არაფერი გაქვს როგორც ამბობ. ჯობია მამა შენის გამო მოსთხოვო პასუხი. მაგ ბანდიტს როგორ შეეკარი? როგორ? აბა, დამლაზე ვლაპარაკობდით. რომელი დამლა? დამლა მწყერია და მეტი არაფერი, ამაზე იფიქრე. დამლა. აქ იმიტომ დაგიძახე, რომ მინდა გკითხო. შეგვიძლია დავივიწყოთ, რაც გუშინ მოხდა? გუშინ რამე მოხდა? გმადლობ. ამანაც კი დამამშვიდა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ალკოჰოლი ცუდი რამეა. ფიქრეთ ბეი. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი რაზეც გუშინ ვილაპარაკეთ ის არის, რომ დავივიწყოთ. დავივიწყე, ამაზე აღარ იფიქრო. მაგრამ თუ მოგინდება ჩემთან ერთად იფიქრო, ეს ჩვენ შორის დარჩება. დარწმუნებული იყავი. იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ შორის მოხდა, საიდუმლოდ დარჩება. დღეს რაღაც გავიგე და მან ძალიან ამაღლევა. უნდათ რომ ჩემი ცოლის ძმა ლევენტი გაგირიგონ. იფიქრონ. შეუძლიათ იფიქრონ რამდენიც უნდათ. ფიქრის უფლება ყველას აქვს. და არავის შეუძლია ჩაერევს იმაში, სხვები რას ფიქრობენ. რაც გულისხმობ. ლევენტთან ქორწინებაზე თანახმახარ? როგორც გუშინ გითხარი, იძულებული ვარ ის ვაკეთო, რასაც ჩემგან მოითხოვენ. ნარგის ანი მიბრძანებას გასცემს. მამა კი მემუქრება, რომ ყველაფერს იავუსს ეტყვის. შენი აზრით რა უნდა ვქნა? შემიძლია ჩავერიო. ისე რომ ჩვენი პირადი არ გავამხილო, უпростоრად ჩვენი საიდუმლო. რა გითხარი? დაივიწყე. ამაზე არ იფიქრო. გეყოფა, დაივიწყე. მე გადავალ. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. Kıvırcık saçlarına, kar düşmüş. არ წამოვიდეთ? Biz gelmeyelim mi? არა, აქ დარჩით, შენობაში კამერებია. ფრთხილად იყავი. Nerede su durur, dal köprüler kurulur. Nerede su durur, daldan köprü kurulur. El yerine vurulur, aslan be Halil
Aslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. ზეინების მანქანა არ არის? შევაჩეროთ თუ რამ? შევაჩეროთ და რა უთხრათ? ჰალილი შენი ძმის მოსაკლავად წავიდაო? მართალი ხარ. შეხედე? გადმოვიდა? ახლა გადმოდის. Geçit vermez hızlan be Halil İbrahim, hızlan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına, ak düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim, kıvırcık saçlarına, kar düşmüş uçlarına, dağın yamaçlarına, yaslan be Halil İbrahim. აქეთ გამოდი. ნუ აყომნებ ჰალილ იბრაჰიმ. დაასრულე შენი საქმე და წადი. Bitir işini. მიდი. Git. Senden umudum var. შენთან დაკავშირებით იმედი მქონდა ფიქრეთ. Bu adam ვიფიქრე ეს განსხვავებული ადამიანია, მამაცი. dedim. Sözünü მეგონა შენ სიტყვას ფასი ჰქონდა, tam bir hayal. მაგრამ იმედი გამიცრუე. ბევრს ილაპარაკებ? თუ მესვრი, არ გესვრი. დაგელაპარაკები ფიქრეთ. Sana Zeynep გითხარი ზეინებს შეხვდები მეთქი. Madem რადგან იცი ერთმანეთს არ ხვდებით. öyle çıkış. მახის დაგება საჭირო აღარ არის. Adamla bana pusu kurmuş. შენ უნდა დადგე ჩემ წინ. საქმე პირადად უნდა გააკეთო. Kendin yap. მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის. Ama suç. ჩემი ბრალია. Ben de. დაგიჯერე. Ben umut ettim. დაგიჯერე. Zeynep. ზეინეფის გამოგენდე.
Evime geldin. სახლში მოხვედი. Silahını იარაღი დამიმიზნე, მაგრამ sıkmadın. არ მესროლე. Ben de sana მეც მოვედი. silahı იარაღი მეც დაგიმიზნე, მაგრამ sıkmıyorum. არც მე გესვრი. Ödeştik. გავსწორდით. Ne arıyorsun sen? აქ რას აკეთებ? Abime მინდოდა ჩემი ძმისთვის მეთქვა, რომ მისგან ამას არ ველოდი, ama gerek მაგრამ საჭირო აღარ არის. İyi. კარგი. Abi დაძმამ დაილაპარაკეთ. გარკვიეთ ვისგან რა არის მოსალოდნელი. Seni შენს ადგილას რომ იყო იმ ადამიანს, o adamın უკან გავყვებოდი. gidecek განა ამის შესაძლებლობა დამიტოვეთ. კაპიუშონი რატომ მოიხსნა თურან? Demek ki აშკარაა მათ შორის ზეინეფი ჩადგა. ჰალილი დაარწმუნა რომ არ ესროლა. კარგია რომ არ ესროლა. გინდა რაღაც გითხრა, ალბათ სროლა არ უნდოდა, თორემ ზეინეფი ვერაფერს გახდებოდა. აშკარაა რომ უკან დასახევი გზა არ არის ოსმან. რადგან ზეინეფი მის გვერდით არ არის. ჰალილ იბრაჰიმ, დავინახეთ ზეინეფი რომ შემოვიდა, იმედია ხელი არ შეგიშალა. öyle olmadı da. თლად ასეც არ არის, მაგრამ ჩათვალე რომ ასია. ანუ არ გისვრია. Bir dahakine karşı. სხვა დროს იყოს ძმაო. Giderim. წავედით. წავედით. Adam Zeynep. ბიჭი გეუბნება ხელი ზეინეფმა შემიშალაო, შენ კიდევ არ ეშვები თურან. ნორმალურ პირობებში მსგავს რამეს არ გავაკეთებდი. ხომ მიცნობ, მაგრამ განყოფილებაში ისე უხეშად მითხრა, შენს დასთან მივდივარო, გავბრაზდი და უთხარი გააკეთეთ მეთქი. ვის უთხარი? რა მნიშვნელობა აქვს? აქვს მნიშვნელობა ძმაო. თუ ეს იავოს დაავალე, ჩვენი და დაქვრივდება. თუ ლევენს უთხარი, აი შედარჩებაც მის გარეშე. რა მნიშვნელობა აქვს ზეინეფ? ჩვენ ამ გზას დავადექით. ან ჩვენ, ან ის. ჰალილ იბრაჰიმმა მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდა, არ გესროლა. შენთან დალაპარაკება სცადა. გითხრა და ეს სისხლიანი დაპირისპირება დასრულდესო. შენ გვერდით მიგულეო. გითხრა მამა შენი გზიდან ჩამოგვეცალოს, მე მხარს დაგიჭერო. ასე თუ ისე მამა გზიდან ჩამოგეცალა. ახლა ოჯახს შენ ხელმძღვანელობ. პირველ რიგში იმის წინააღმდეგ გააჩაღეო, მე რომელმაც გითხრა შენ გვერდით ვარო. ზეინეფ რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, ეს იქამდე იყო, სანამ მამას ესრო და გესმის მამას. მართალი ხარ ძმაო? პირობის შეცვლა ადამიანებზე და გარემოებებზეა დამოკიდებული. მათ ვინც გუშინ მახი არ დააგეს, შეიძლება დღეს დააგონ. იმედია მამა მალე დადგება ფეხზე და ამ საქმეს შეეშვები. იმიტომ რომ რიზვან რეტოსგან ასეთი რამეები არ გაგიკვირდება, მაგრამ შენ საერთოდ არ შეგეფერება. კარგი ზეინეფ, გეყოფა, ისედაც გაბრაზებული ვარ. რა მოხდა, არ მოგეწონა რაც ვთქვი? ზეინეფ, აქედან მოშორდი, თორემ თორემ რა ძმაო? რა დამარტყამ? შეურაცხყოფას მომაყენებ? მომკლავ? ზეინებ, როდის დაბრუნდი? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს დამლა? Sen niye geldin? რატომ მოხვედი? İçki. ალკოჰოლი. შენმა ძმამ ალკოჰოლი მოითხოვა. Götür. კარგი Belki bu მიუტანე. akşam abinle იქნებ დაავიწყდეს დღეს საღამო შენს ძმასთან ერთად რაც იბოდიალა. Ben Su yanlış dress mi zamanda ödedi? geldim Galiba. Zeynep'in yanına ვერ გავიგე ზეინებს რისი თქმა უნდოდა, მაგრამ Gideyim mi? იქნებ წავიდე. მოიტანე. მოიტანე.
ყველა ისე იქცევა, როგორც შეეფერება. რადგან ისინი გამყიდველები არიან, ჰალილ. Yarın bir gün illa birini gönderir. ჰალილ იბრაჰიმიც გამყიდველი ხომ არ გახდება? ხალხს ისიც ზურგიდან ხომ არ მოიმპარება, რა? İbrahim de mi hain olsun? İnsanları sırtına. ამას ხელი ზეინებმა შეუშალა თუ რა? ამას ჩვენც ვერ მივხვდით, ძვირფასო. მომხდარის დეტალებში ვერ გავერკვიეთ. გულწრფელად გეტყვი, მასთან დაფარული სახით მივიდა. აშკარაა, რომ მოკვლას აპირებდა. გადაწყვეტილება შიგნით შეცვალა. ან შესაძლოა გადაწყვეტილების შესვლა ზეინეფის გამო მოხდა. რა არის ის ძვირფასო? მოსაკლავად გაბრაზებულ გულზე წავიდა. მე მივხვდა, რომ ასეთი საქციელი არ შეეფერებოდა. რომ ესროლა და ზეინეფი მერე მისულიყო, რა მოხდებოდა? შვილო, ამ ქორწინების დღემდე გჯერა. დედა, ასეთი რამ ჩემს ქმართან გადავიტანა. იმედს წამით არ ვკარგავდი. მე ვფიქრობ, იქ სადაც არ არის სიკვდილი, იმედი ყოველთვის არსებობს. ნედავ ხალილ იბრაჰიმსა და ზეინებს შორის ურთიერთობა დაალაგდეს. მე ეს მტრობაც დასრულდება. იქნებ გულნატკენი აღარავინ დარჩეს. ფატმა, მაპატია, მაგრამ მომხდარის გამო გული ყველას ძალიან გკივა. Bak kaybeden hep biziz. მართლა, Biz ხომ ხედავ გამოდმებით ვიღაცას ვკარგავთ. ჩვენ სულ არ ვიშორებთ, რიზვან ლეტო სააბადო მყოფოდან უკვე გამოვიდა. როგორ გამოვიდა ძმაო იუსუფ, ის ხომ კომაშია. Zengin olunca როცა მდიდარი ხარ, შეგიძლია რეანიმაცია სახლში გადაიტანო. მართალი ხარ ძმაო, ბევრი ფული აქვთ. ფეხზე მალე დააყენებენ. ზეინეფის და ლეილა ედანურის სანახავად მოვიდა. შესაძლოა მან უთხრა ქმარს მის დას რომ ხვდებოდი. ბიძია, რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანი, რომელსაც იავუზ ლეტომ საქმის შესრულება დაავალა, ენვერია. ამ ადამიანის შესახებ გავარკვიე. ის მსგავს შეკვეთებს ასრულებს, თუმცა რადგან დავალების შესრულება ვერ შეძლო, დღეს იქნება თუ ხვალ თავიდან მოიშორებენ. ეს ვიცოდი და ცოცხალი იმიტომ დავტოვე. ფიქრეთი რატომ არ მოკალი? ზეინეფის გამო? რაღაცნაირად გავსწორდებოდით. Ödeştik. გაუსწორდით, ბიძია. ყველაფერი, რასაც ადრე ფიქრეთზე გეუბნებოდით, ღვილია. სიტყვიერი დაპირისპირების საჭიროება არ არის. როგორც კი იარაღს შეეხება, გავანადგურებ. კარგი გეგმა გქონდა, ძმისშვილო. ფიქრეთის კონტროლზე აყვანა. ჩრდილში ყოფნისას ყველა კავშირისთვის ფარდის ახსნა. ეს კარგი იდეა იყო. ბიძია, ფიქრეთი მე არ მჭირდება. მას ვჭირდები. ჩაი ცოტა მწარეა. თამერ, ადექი ნახე ასე დროს ვინ მოვიდა. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ასიე? ვისაც მოსვლა უნდა მოვიდეს. ეს შენი სახლი არ არის. მსურველებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოვიდნენ. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს. ასეთი გაგებული როდიდან გახდი. შენს მერე რომ მოვედი, ჯოჯოხეთი მოაწყვე. მთელი სამყარო ფეხზე დააყენე. შედეგი ასიე, შედეგი? როგორც ხედავ, საპატიო ადგილზე ზიხარ. სხვა რაღა გინდა. ასეთია ცხოვრება. რა ზეინებ? ფიქრეთი აიძულე რომ ეპასუხა. რაზე უნდა ეპასუხა დაიდა? ხალილ იბრაჰიმს ისევ ვიღაცა მესროლ. მისი მოკლა ისევ ვერ შეძლო, არ არის? რა ხდება ზეინებ? სასტუმროში წავედი რომ ჩემი ძმისთვის მეკითხა. ეს მან ჩაიდინა თუ არა? რომ შევედი ხალილ იბრაჰიმს, ძმისკენ ქონდა იარაღი მიშვერილი. რა? რას ამბობ ზეინებ? ძმა კარგად არის, ნუ ღელავთ. არ ვიცი ხალილ იბრაჰიმის სიტყვა მასზე რამდენად იმოქმედა, მაგრამ ტყუის კვალი მაინც არა აქვს. კარგია რომ წახვედი. ქმარმა შენს დანახვაზე რა ქნა? არ თქვა? მამამის ვესროლე, ფიქრეთსაც ხომ არ ვესვრიო? ამ თემას ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს ასიე ხანიმ. დღეს იქნება თუ ხვალ, ამის გამო ვიღაცა უცილებლად დაისჯება. სასტუმროში მივდივარ. წადი, რა თქმა უნდა. ქმარიან უდეშე. კაცებს ასეთ დროს მხარდაჭერა სჭირდებათ. გაიქეცი. ასიე. შენ გეცოდინება ეს რომელმა უტვინო მქნა? ნადიმე არ ინერვიულო. ფიქრეთი ჭკვიანი ბიჭია. იავუზი ცეცხლში შეაგდო და თვითონ უკან დაიხია. ამის მერე ნარგისმა უნდა ინერვიულოს. არა, წავალ ნახავ, სინამდვილეში რა მოხდა.
სახლი ჩვენს განკარგულებაშია. გილოცავ. შენი დამდიდარი ქვრივი იქნება. შენ კი იავუს მოიშორებ თავიდან. ნახოთ, ნახოთ. იავოზი უბრალო პიროვნება არ არის, ისიოლი ნადავლი არ არის. ასეა. ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად იყოს. და აი ნარგიზი, შვილიშვილებთან ერთად გაერთოს, ეთამაშოს. მერე კი გოგოს სამოვიყვანთ. შემწვარი პური მომაწოდე, ცოტა შევჭამ. აქ დადე. მოდი ჩემთან ძვირფასო. მოგვიჩე? მე შევჭამ.